ერთი დაიღუპა და ორი ადამიანი დაშავდა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქედაში. მათგან ერთ-ერთი რიანო მობილით ბათუმშია გადმოყვანილი. მეორე კი რაიონულ საავადმყოფოში რჩება, მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. შემთხვევა სოფელ ქვითკირში მოხდა. დაშავებულები მანქანიდან მაშველების დახმარებით ამოიყვანეს. ადგილზე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. ავტოსაგზაო შემთხვევის გამოწვევის მიზეზი გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. მომხდარზე საქმე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 276 მუხლის მეხუთე ნაწილით აღწერა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული თავისუფლების აღკვეთით ვადით 4-დან 7 წლამდე ისჯება. ხმა გავიგონე ისე სწრაფად მოხდა ყველაფერი, რომ ვერ ვიაზროვნე. გამოვარდი, უკვე ყველაფერი მოხვედრილი იყო. ეს ამბავი დამხდა, მივარდი, დავეხმარე, გამოვიყვანე ქალი, სუნთქავდა, მე კაცი გოგო ბავშვი. და დასისხლანი და არ ვიცი რაფერი იქნება, რა იქნება, მეც შოკში ვარ. მოყვანილი იყო ავტოავარიის შემთხვევის ადგილიდან 3 პაციენტი მძიმე მდგომარეობაში. მათ შორის ქალბატონი აგონიურ მდგომარეობაში, მიმღებშივე მოხდა მისი გადაყვანა ხელოვნური სუნთქვის აპარატზე, რეანიმაციული ღონისძიებები, მაგრამ რამოდენიმე წუთში განვითარდა ასისტოლია და პაციენტი სამწუხაროდ გარდაიცვალა. მეორე პაციენტი საშუალო ასაკის მამაკაცი მრავლობითი მოტეხილობებით და ტრავმული შოკით გაეწია პირველადი დახმარება და გადაეგზავნა ქალაქ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში. კიდევ ერთი პაციენტი სახის ტრავმით გადაგვყავს ტბასახის ქირურგიაში, მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმე.